დილამშვიდობის ეს არის დღის ნიუსრუმი მე ვარ ლელა ბაღდავაძე მოსკოვის შექება თბილის რუსეთი ქართულ ოცნებას პოლიტიკას უწონებს საქართველოს ხელისუფლებამ დესტრუქციული მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო ხელისუფლების გამძლეობა უნდა ვაღიაროთ ეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება რომელიც ბრიუსელის კრიტიკის ფონზე კეთდება მას ასე ბრიუსელი მოსკოვი და ქართული ოცნება შეგვიძლია დავიწყოთ და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი დეპუტატი გიგა ფარულავა ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონო გიგა და მადლობა რომ გესწრებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო გიგა, აი ბრიუსელის მწვავე კრიტიკის ფონზე ქართული ოცნების ხელისუფლებას გამძლეობას უწონებს, როგორც უკვე აღნიშნა სერგეი შოიგუ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პერიპეტიებს გუშინ გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების დროს სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული დესტრუქციული მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. ის ამბობს იმასაც, რომ ქართულმა ოცნებამ დაიცვა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები. აი შევადაროთ კონტრასტი იმ განცხადებებისა, რომელიც ერთი მხრივ ბრიუსელში, მეორე მხრივ კი მოსკოვში კეთდება. რისი ნიშანია, როცა ევროპა მწვავედ გაკრიტიკებს და რუსეთი, ასე ვთქვათ, გაკეთებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდი დავიწყოთ ევროკავშირის გაფართოების იმ დასკვნით, რომელიც სამწუხაროდ მოვისმინეთ და ალბათ საზოგადოებას სხვა მოლოდინიც დღევანდელი ქართული პოლიტიკურ სივრცეში არსებული რეალობიდან სამწუხაროდ არ ჰქონდა. ევროკავშირის გაფართოების დასკვნა ეს იყო მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მხრიდან განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კანდიდატი ასე ვთქვათ ქვეყნებიდან ყველაზე უარესი შეფასება მიიღო და დაიმსახურა საქართველომ. ეს არის იმ ძალადობრივი და არადემოკრატიული ქმედებების და პოლიტიკის შედეგი, რასაც ქართული ოცნება სამწუხაროდ წლებია უკვე ახორციელებს. განსაკუთრებით კატასტროფულია ეს ევროკავშირის ეს კონკრეტული შეფასება, მაშინ როდესაც წლების წინ საქართველო იყო მოწინავე ევროინტეგრაციის გზაზე. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს გიორგი გახარიას პრემიერობის დროს საქართველო იყო ასოცირებული ტრიოს ლიდერი ქვეყანა, ის იყო მისაბაძი ევროკავშირის, ანუ ევროინტეგრაციის გზაზე და დღეს ალბათ არა მარტო გახარიას პრემიერობის დროს ყოველთვის მოწინავე პოზიციები ჰქონდა. კი ბატონო, მოწინავე პოზიციები ჰქონდა, განსაკუთრებით ის პერიოდი, როდესაც ის იყო მისაბაძი ქვეყანა სხვა, ასე ვთქვათ, ასოცირებული ქვეყნებისთვის და კანდიდატი ქვეყნებისთვის. ამის შემდეგ ალბათ საზოგადოება ვერ წარმოიდგინდა, რომ წლების შემდეგ იმ ფაქტის წინაშე დავდგებოდით, რომ დღეს საქართველოს აქვს ყველაზე უარესი მაჩვენებლები. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება მიმართავს ისევ თავის იაფასიან და ბინძურ პროპაგანდას, ამ ყველაფერში ადანაშაულებს ევროკავშირს, ხოლო თავისთავად ხელისუფლება გამოყავს როგორც მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ამის პარალელურად, აგერ როგორც თქვენ აღნიშნეთ, დადებითი შეფასებები ამ კონკრეტულ ნაბიჯებს მოყვა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიდან და ეს არის ის რეალობა, რაშიც სამწუხაროდ გვაცხოვრებს ქართული ოცნება. ოცნება, რომელიც ჩაფლულია კორუფციაში, მას ნამდვილად არ აინტერესებს საქართველოში ევროპული ღირებულებების, ევროპული დემოკრატიის გამტკიცება, ვინაიდან მათთვის მთავარ საფრთხეს სწორედ წარმოადგენს ის ევროპული ღირებულებები და ევროპული დემოკრატია, ვინაიდან ისინი ფიქრობენ და დარწმუნებული არიან იმაში, რომ ევროპული დემოკრატიის ფარგლებში ისინი ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. ბატონო გიგა, ევროკომისიის ანგარიშის კონტექსტში ჩვენ ისევ გამოვხდით საუბარს იქამდე რუსეთის შექების ნაწილზე მინდა რომ დავსვა კიდევ ერთი კითხვა. ხა იმდენად შორს წავიდა ქართული ოცნება, რომ მართლა ბევრი ფიქრობს, უკვე ბევრი რუსეთთან წლების წინ ასე ვთქვათ შეჩერებული ურთიერთობების განახლებისკენ ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის იგივე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ გამორიცხავს. აი თქვენი დაკვირვებით რა განვითარება შეიძლება მიიღოს მოსკოვის კეთილგანწყობამ ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ? სამწუხაროდ ოცნების პოლიტიკის პროგნოზირება უკვე წლებია შეუძლებელი არის. დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ უკვე მკვეთრად გადავხვიეთ ევროინტეგრაციის გზას და ევროპულ ღირებულებებს, ეს პოლიტიკური ვითარება აწყობს მხოლოდ ჩვენს, ასე ვთქვათ, მტერს, აწყობს მხოლოდ რუსეთის ფედერაციას და ამის ნათელი მაგალითებია, ხო? ეს არ ეხება მხოლოდ გუშინდელ შეფასებას, ამის ბევრი მაგალითები ქონდა, როდესაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები იწონებენ
ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებს. ამ სამწუხარო რეალობაში გვიწევს მოქმედება და ამის საპირწონე და ამის საპირისპიროდ ქართული ოცნება არც მანამდე გაუკეთებია არაფერი და დღესაც არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ხვალდაზე ის გამოასწორებს თავის პოლიტიკურ კურსს და დაუბრუნდება, ასე ვთქვათ, იმ გზაზე, სადაც წლების წინ ვიყავით და რაც ქართული ხალხის, ასე ვთქვათ, ისტორიული არჩევანია ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. კეთილი, რაც შეეხება ისევ ევროკომისიის ანგარიშს, რომ დაუბრუნდეთ, ახლა ქართული ოცნება აპელირებს იმაზე, რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებზე მთელი რიგი პარამეტრებით წინ არის საქართველო და არ არის სამართლიანი და სწორი თუ მოლდოვაზე ან მონტენეგროზე უარეს მდგომარეობაში წარმოაჩენენ და შეაფასებენ ჩვენს ქვეყანას. მართლაც ახლა ყველა იმ კრიტერიუმის მიხედვით და გათვალისწინებით, რასაც ითხოვენ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოებისგან. აი საქართველო რამდენად შეიძლება იყოს ყველაზე უარეს მდგომარეობაში. ერთი არას ამბობს ოცნება, ერთი არას რა შეფასებებს აკეთებს ოცნება, მაგრამ მეორე არის რა მოცემულობა გვაქვს რეალურად სახელმწიფოში, რა მოცემულობა არის საქართველოში და ალბათ ნათელია ის პოლიტიკური ვითარება, რაშიც გვიწევს დღეს ყველას ერთად ცხოვრება. დემოკრატიული უკუსვა ის კანონმდებლობა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის რეპრესიული კანონმდებლობა, რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ, რომელიც პირდაპირ ურტყავს გამოხატვის თავისუფლებას, ხო? ბუნებრივია ის მართლობის პრინციპები, რასაც დღეს ახორციელებს ქართული ოცნება, ეს ვერ მოდის ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისად, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის შეფასებები, რაც, ასე ვთქვათ, დადგა დღის წესრიგში. თუ ქართულ ოცნებას რეალურად სურს, ასე ვთქვათ, მიაღწიოს ევროინტეგრაციის გზაზე, ისინი საზოგადოებას სამწუხაროდ პროპაგანდისტულად აჯერებენ იმაში, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მედიან, თუ მათ სურთ რეალურად ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგან, მათ რა თქმა უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონები, რაც მიიღეს და რეალურად საზოგადოებას უნდა ქონდეს გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებას უნდა ქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევანის გაკეთების უფლება, რაც სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არის. ხო, აი დემოკრატიული უკუსვა ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობს. ახლა ჩვენი სამეზობლოს 4-დან სამ ქვეყანას ავტორიტარიზმის პრობლემა აქვს. ხო, აი ქართული რამდენად შეიძლება ქართული ოცნება ფიქრობდეს, რომ თუ კი რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს არ სთხოვენ დემოკრატიას და ავტორიტარიზმის თვალსაზრისით ამ ქვეყნებში არსებულ პრობლემაზე დასავლეთი მეტნაკლებად თვალს ხუჭავს, აი საბოლოოდ დასავლეთი იგივეს გააკეთებს საქართველოსთან მიმართებაში და რამდენად შეიძლება ამ ერთგვარ ჭიდილში საბოლოოდ მართლაც დასავლეთმა, ასე ვთქვათ, დათმოს. შეხედეთ ევროკავშირის ღირებულებები ყველა ქვეყანას თანაბრად თხოვს იმ ღირებულებების დაცვას, ევროკავშირის ინსტიტუტები ყველა ქვეყანას თხოვს თანაბრად დაიცვალოს ის ღირებულებები, რაც რეალურად გააჩნია ევროკავშირს და მის ინსტიტუტებს. რომელიც ჩამოთვალე არ არის ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, არ არიან ესენი ევროკავშირის წევრები. მაშინ როდესაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ავიღეთ პასუხისმგებლობა, გავაკეთეთ განაცხადი კანდიდატობაზე ევროკავშირში, რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებდით იმ სტანდარტებზე, იმ ღირებულებებზე, ამ ღირებულების გამტკიცებაზე საქართველოში, შესაბამისად ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო, როგორც ხელისუფლება, ასევე სამოქალაქო სექტორი, პასუხისმგებელი ვართ, რომ ჯეროვნად მივყვეთ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენს, ასე ვთქვათ, წინ არსებულ ყველა პრობლემებს და ეს იყოს მკაფიოდ და ერთშიშოვნად გადაჭრილი. ჩვენ არ უნდა შევხედოთ, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნების მოცემულობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის სტანდარტი არის, რომ ის თანაბრად ითხოვს იმ ღირებულებების დაცვას, რაც ევროკავშირის წიაღში არსებობს. სხვა არაფერი არ არის ამაში გასაკვირი. კეთილი. ბატონ გიგა, მინდა ვისაუბროთ იმაზეც, რამდენად საკმარისია ოპოზიციური სპექტრის თუ მთლიანად საზოგადოების რეაქცია ევროკომისიის მძიმე ანგარიშთან მიმართებაში. კი ბატონო, შესაძლოა ადამიანების დიდი ნაწილი იყოს გაბრაზებული, თუმცა ეს გაბრაზება თუ არ ჩავთვლით საზოგადოების ერთ და საკმაოდ მცირე ჯგუფს, არ გასცდენია სოციალურ სივრცეს. აი რატომ, როგორ ფიქრობთ, ის განცხადებები, რაც ბრიუსელში გაკეთდა, საკმარისი უნდა ყოფილიყო თუ არა იმისთვის, რომ საზოგადოებაში მორიგ ჯერზე, ასე ვთქვათ, აწეულიყო საპროტესტო მუხტი და რატომ ვერ ვხედავთ ამას? სამწუხაროდ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე სიტუაციაში ვართ, ვიდრე ვიყავით ერთი წლის წინ და ამის მთავარი განმაპირობებელი, ასე ვთქვათ, ფაქტორები არის და მთავარი პასუხისმგებელი აქტორები არიან როგორც ქართული ოცნება, ასევე ნაციონალური მოძრაობა.
ამ ერთი წლის ფონზე რა ისტორიაც ხდებოდა ქართულ პოლიტიკაში, ამის მთავარი გვირგვინი იყო 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ, ასე ვთქვათ, დაანონსებული პროვოკაციული რევოლუცია, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის სახით, რამაც საბოლოოდ სამოქალაქო, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველზე გაანადგურა პოლიტიკური პროცესები. პირველ რიგში ამ ეგრეთ წოდებულმა რევოლუციურმა სცენარმა დააზიანა მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. ეს არის სამწუხარო შედეგი, სანამდეც მიგვიყვანა ამ ორი პარტიის გრძელდება იმ ფორმით, რა ფორმითაც გრძელდება, მაგრამ ალბათ დამერწმუნებით, რომ შარშან გაცილებით უფრო მძლავრი იყო ეს მშვიდობიანი პროტესტი, შარშან უფრო ძლიერი იყო, შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ამ მშვიდობიან პროტესტს, ვიდრე დღეს არის, ხო? ამის მთავარი განმაპირობებელი არის იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და იმ პარტიების დამოკიდებულება, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადეს თვითმმართველობის არჩევნებს, რაღაც არანორმალური პროპაგანდა აწარმოეს ბოიკოტის და რევოლუციური სცენარის საზოგადოების ნაწილი დაარწმუნეს იმაში, რომ მშვიდობიანი დამხობით ისინი შეძლებდნენ ასე ვთქვათ ხელისუფლების შეცვლას და რეალურად ამ მავნებელი პოლიტიკოსების პროვოკაციული ქმედებებით მივიღეთ სულ სხვა შედეგი. დღეს ქართული ოცნება უფრო გაძლიერებულია, ძლიერია მათი პროპაგანდა და სწორედ თუნდაც ამ 4 ოქტომბრის რევოლუციური ფაქტორით ისინი უპირისპირდებიან ისე ევროკავშირის იმ განცხადებებს, რაც ხორციელდება. ამას დავასრულებ ერთი მითით და აქვე ამ პროცესების შემდეგ სამწუხაროდ ყავს ამ პროვოკაციის ათობით მსხვერპლი პატიმრების სახით, რომელიც დღემდე არავის არ ახსოვს. არც მოუკითხე არავის სამწუხაროდ და ის პოლიტიკოსები, რომლებიც 4 ოქტომბრამდე თავს იწონებდნენ ამ რევოლუციის ორგანიზატორობით, 4 ოქტომბრის შემდეგ საერთოდ გაქრნენ, ხო? ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობა აიღონ ამ ასე ვთქვათ პროვოკაციული ქმედებიდან. რამაც აი თქვენ როდესაც ბრძანებთ, რომ საზოგადოებაში პროტესტი რატო არ არისო, ანუ ეს არის მთავარი განმაპირობებელი იმის, რომ როდესაც საზოგადოება ხედავს ალტერნატივის სახით მსგავს პოლიტიკას და მსგავს პოლიტიკოსებს, მათ ურჩევნიათ ისევ ან შვიდად იყვნენ, ან როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა აირჩიონ ოცნება. ბადოგიგა, ეხლა გახარიას პარტია ქუჩაში ვეღარ ხედავს პოლიტიკური ბრძოლის გზას და ეს პოზიცია კარგახანია გაცხადებულია თქვენი მხრიდან და პოლიტიკის წარმოებას თქვენ უკვე საკრებულებსა და პარლამენტში არჩევთ, მაგრამ ეხლა 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგაც პროტესტი გრძელდება იმ ფორმით, რა ფორმითაც ის იყო რუსთაველის გამზირზე. სამწუხაროდ იმ ფორმით ვერ არის რა ფორმითაც ოქტომბრამდე. შესაბამისად ნიშნავს თუ არა პროტესტის გაგრძელება იმას, რომ აი საზოგადოების ნაწილის შეფასებით პროტესტის კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. მეტიც აი პროტესტზე, რადგან პროტესტის თემაზე, რადგან ვსაუბრობთ, ქუჩამ უნდა გადატეხოს თუ არა სიტუაცია და ამის გარეშე ჩატარებულ არჩევნებს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს. ქუჩამ უნდა აიძულოს თუ არა ქართული ოცნება დანიშნოს სამართლიანი ვადამდელი ახალი საპარლამენტო არჩევნები, თორემ ასე თვითონაც შეუძლია, ხო, დანიშნოს და არის კიდეც ინფორმაცია, რომ პარტიების აკრძალვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მოასუფთავებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველს, შესაძლოა გამოაცხადოს ახალი ვადამდელი არჩევნები. ასეთი არჩევნები რამდენად გინდათ? შეხედეთ თქვენ თავიდან აღნიშნეთ, რომ გახარიას პარტია ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვერ ხედავს ქუჩაში ასე ვთქვათ, ქუჩაში პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების პერსპექტივას, ეს თქვენი პარტიის წარმომადგენელთა თავარი განწყობა დღევანდელ მოცემულობას თუ გავიაზრებთ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე არ არის საუბარი, საზოგადოება ვერ ხედავს ქუჩაში ამ პოლიტიკური პროცესების გაგრძელების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას და რეალურ მიზანს შედეგობრივ ნაწილში, ხო? მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საზოგადოების პროტესტი, ის მშვიდობიანი პროტესტი, შარშან გაცილებით უფრო მძლავრი იყო, გაცილებით უფრო ძლიერი იყო და შედეგის მომტანი, ვიდრე დღეს გვაქვს. ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვსცემთ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ დღეს დღევანდელ მოცემულობაში, აი 4 ოქტომბრის რევოლუციურმა სცენამ სამწუხაროდ დააზიანა ეს პროცესები. დღეს ფაქტიურად ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს. რა თქმა უნდა, თუ საზოგადოება, ასე ვთქვათ, იქნება ორგანიზებული მშვიდობიანი პროტესტის, ასე ვთქვათ, გარშემო, ეს, ასე ვთქვათ, უნდა მოხდეს იმ შეცდომების გააზრების და გადაანალიზების შემდეგ, რაც რეალურად მოხდა წარსულში. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ მივიღეთ ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯი პოლიტიკურად პრაგმატული ნაბიჯია რომ ისევ დაუბრუნდეთ პოლიტიკურ პროცესს და პოლიტიკური პროცესი განმავითაროთ სხვა მიმართულებით. სამწუხაროდ დღეს
ეს მშვიდობიანი პროტესტი ვერ არის ისეთი მძლავრი, რომელმაც შეიძლება კონკრეტული შედეგები გამოიღოს, თუნდაც რიგარში არჩევნების დანიშვნის თვალსაზრისით. ნუ ახლა თქვენ როგორც ახსენეთ, თუ რიგარში არჩევნები დაინიშნება დღევანდელი მოცემულობით, დიდი ალბათობით თუ დაინიშნა, ეს იქნება ისევ და ისევ ოცნების, ასე ვთქვათ, თავის საკუთარი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ხო და გინდათ და გაწყობთ ასეთი არჩევნები, მეტიც შეხვალთ ასეთ არჩევნებში და ამ არჩევნებსაც შეხედავთ როგორც ბრძოლის მნიშვნელოვან შესაძლებლობას, როგორც ეს იყო ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ ხელისუფლების შეცვლის თავარი, ასე ვთქვათ, ბრძოლის მექანიზმი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არჩევნები. ჩვენ არ ვემხრობით ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, არაერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვითყვით. იმ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ ველზე ქართულ ოცნებასთან ერთად ყავს პოლიტიკურ აქტურად ნაციონალური მოძრაობა, ნებისმიერი რევოლუციური სცენარი, ნებისმიერი რევოლუციური, ასე ვთქვათ, დამხობების გზით წასვლა ისევ და ისევ იმოქმედებს ოცნების პროპაგანდის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც მსგავს სცენარს ხედავს საზოგადოება, საზოგადოებას ვერ ხედავს იმ ალტერნატივას, რაც რეალურად მას უნდა დაინახოს და ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, როგორც წინა არჩევნებზე მოხდა, მიუხედავად იმ გაყალბებების და ზეწოლებისა, რაც ხდებოდა, მათ გააკეთეს არჩევანი, რაც გააკეთდა, ხო? ნებისმიერი არჩევნები რაც ჩაინიშნება, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ, სამოქალაქო სექტორმა ყველამ უნდა გამოიყენოს როგორც ბრძოლის მექანიზმი და ერთიანი ბრძოლის ველის შექმნით უნდა დაუპირისპირდეთ, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას. აი ორი კვირაა, ხო, რაც თქვენი პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის თქვენც დეპუტატი ხართ, საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეთ, შეწყვიტეთ ბოიკოტი და შეხვედრით პარლამენტში. აი რამდენად მიდის თქვენი, ასე ვთქვათ, საქმიანობა პარლამენტში, ისე როგორც ამას ელოდებოდით. აი ორი კვირის შედეგებზე არ არის ბევრი დრო გასული, მაგრამ მაინც რომ ვისაუბროთ. პირველ პლენარულ სხდომაზე რაც ვნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ იქით გაგირჩიათ საქმე ქართული ოცნების წევრმა დეპუტატებმა, ამიტომ ისმის კითხვა, ვინ ვის უფრო დიდ დისკომფორტს შეუქმნეს პარლამენტში, თქვენი პარტია ქართულ ოცნებას თუ ქართული ოცნება გიორგი გახარიას ძალას? ქართული ოცნება გიორგი გახარიას და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ნამდვილად ვერ შეუქმნის დისკომფორტს, დაფუძნების დღიდან ჩვენ არაერთი, ასე ვთქვათ, როგორც რეპრესიული მექანიზმების მსხვერპლი გავხდით, ასევე ბევრი დიდი ძალისხმევა მოგვიწია იმისათვის, რომ დაგვემკვიდრებინა ჩვენი ადგილი ამ პოლიტიკურ ველზე, ხო? შესაბამისად, ქართული ოცნება ნამდვილად არ არის ის პოლიტიკური ძალა, ვის ჩვენ დისკომფორტს შეგვიქმნის. რაც შეეხება დისკომფორტს, ჩვენ ნამდვილად შევუქმნით ქართულ ოცნებას დისკომფორტს ყველა იმ პლატფორმაზე, განსაკუთრებით მათ ველზე, პარლამენტში, სადაც მათ პარლამენტი ბოლო ერთ წლის განმავლობაში გადაქცეული ჰქონდათ ფაქტურად ქართული ოცნების ოფისად. ნუ ჩვენ ორი კვირაა რაც შევედით ამ პროცესში, ამ ბრძოლაში, შესაბამისად ჩვენ მივყვებით რეგლამენტით გათვალისწინებულ იმ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის თუნდაც ინფორმაციული გამოთხოვის უზრუნველყოფით, როდესაც ჩვენ ამ ეტაპზე ვითხოვთ კონკრეტული მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, გვექნება საკმაოდ მწვავე და საინტერესო, ასე ვთქვათ, როგორც ინტერპელაციები, ასევე ინიციატივები საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინის თვალსაზრისით არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენი 12 ხმა დაძლევს უმრავლესობის ხმას, მაგრამ ჩვენ ამ პროცესით გვინდა საზოგადოებას ვანახოთ რეალური ალტერნატივა. ალტერნატივა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ქართული ოცნების პროპაგანდის მიღმა არსებობს ის ობიექტური რეალობა, რაც უნდა დაინახოს საზოგადოებამ. ეს არის ჩვენი მოლოდინი და ჩვენ გვჯერა ამ ბრძოლის და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ექნება ამას საზოგადოებისთვის დადებითი ეფექტი და შედეგი. ვაი, რადგან ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი პოლიტიკურ ინსტიტუციებში და ორგანოებში უნდა გაგრძელდეს და წარიმართოს, ერთ კითხვას საკრებულოების კონტექსტშიც დაგისვათ. ეხლა თქვენი პარტია ვერ მოხვდა თბილისის საკრებულოში, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში შეხვედით და ამას ემატება ის, რომ თქვენ წინა მოწვევის დროს ზუგდიდით საკრებულოს თავმჯდომარეც იყავით. ანუ ამ ქალაქს ყავდა ოპოზიციონერი მერი. აი რისი გაკეთება შეძელით ზუგდიდისთვის? მერი არ ყავდა ოპოზიციონერი. საკრებულოს თავმჯდომარე. აი რისი გაკეთება შეძელით ხო ამ პოზიციიდან და რისი გაკეთება მით უმეტეს ახლა შესაძლებელი, როცა ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას? პირველ რიგში შედეგობრივი თვალსაზრისით შედეგები რო გავაანალიზოთ, რა თქმა უნდა ჩვენ ამ არჩევნებში რო შევედით, ჩვენ ამ უთანასწორო ბრძოლაში, ნამდვილად
ვუშვებდით იმ ასე ვთქვათ შედეგებს, რაც დადგა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ბრძოლაზე უარი არ გვიქონს. რაც შეეხება ამ შედეგებს, ეს შედეგები, ამ შედეგების პირდაპირ პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ ვიტყვი ეკისრება იმ პასუხისმგებლო პოლიტიკოსებს და პარტიებს, რომლებსაც პირველ რიგში დისკრედიტაცია მოახდინეს კონსტიტუციით განსაზღვრული თვითმმართველობის არჩევნების. როდესაც საზოგადოება დაარწმუნეს რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების შეცვლაში და ამით ფაქტურად აუკრძალეს თავიანთი ამორჩეველიც მარტო დატოვეს ქართულ ოცნებასთან ამ არჩევნებზე ოცნების პირისპირ დატოვეს მარტო. შედეგი რა მივიღეთ დღეს მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ქართული ოცნება აბსოლუტური უმრავლესობით არის წარმოდგენილი. ასევე განსაკუთრებით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც კი მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ანუ თქვენ გახსოვთ, რამოდენიმე მუნიციპალიტეტი იყო, სადაც ოპოზიციური უმრავლესობა იყო საკრებულოში და ქართულ ოცნებას დამერწმუნეთ, ნამდვილად არ ჰქონდა იმის ფუფუნება, მათი შეხედულებისამებრ გაეკეთებინათ, მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. მე შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანო ზუგდიდის რეალობის, ასე ვთქვათ, რეალობაზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ტელევიზიებს, ჟურნალისტებს შეგიძლიათ საგამოძიებო, ასე ვთქვათ, ჟურნალისტური გამოძიებაც გააკეთოთ და სიუჟეტები გააკეთოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სიტყვაზეც გენდობით გითხარით. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რა, ასე ვთქვათ, წვლილი შეიტანა, როგორც მუნიციპალურ საკრებულოს დონეზე, როგორც ზედამხედველობის ნაწილში გაძლიერებულიყო, მათ შორის არაერთი დოკუმენტი შეიქმნა ჩვენი მხრიდან იმ სავარაუდო დარღვევებზე, იმ კონკრეტულ ხელშესახებ დარღვევებზე, რაც იყო მუნიციპალურ დონეზე, კონკრეტულად ზუგდიდის შემთხვევაში, ასევე იყო რეკომენდაციები და მითითებები მოთხოვნილი საკრებულოდან, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობის და რეგლამენტის შესაბამისად, რომ გამოსწორებულიყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საქმიანობა იქითკენ, რომ საზოგადოებას მიიღო უფრო მეტი ეფექტი. მე ასევე ვიტყვი ერთ მაგალითს მოვიყვან, მათ შორის ალბათ პრაქტიკაში პირველად იყო, როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელიც მომამზადა მერის წინააღმდეგ, რომელიც სამწუხაროდ დღეს ქართული ოცნების პირობებში თაროზე არის დღემდე შემოდებული. 3 წელია ეს კონკრეტული სარჩელი არც არ ვიცი მოუკითხავს სასამართლო პროცესში, განხილულ პროცესში და არ შეფერხებულ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ 2021 წლის შედეგებით გქონდა ეს მოცემულობა, ნამდვილად პოლიტიკურ ძალებს უნდა ქონოდათ იმის პასუხისმგებლობა, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილიყვნენ მეტად ორგანიზებული და პრაგმატულად მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. რაც არ უნდა ისაუბროთ გიორგი გახარიას პარტიის ეფექტურად მუშაობაზე, ბევრი პრეტენზია ისმის ზოგადად ოპოზიციური სპექტრის მისამართით. მათ შორის თვითონ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან და არა მხოლოდ ხა ანალიტიკოსები, ექსპერტები ანგარიშ გასაწევი ძალაა, ხო? თუმცა მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს რომ თავი დავანებოთ, განსაკუთრებით ბევრია პრეტენზია და კითხვები მაინც თქვენს პარტიასთან მიმართებაში, ბევრი ტექნიკურ ოპოზიციას გეძახით, ბევრი გეძახით ქართული ოცნების სატელიტს, ბევრი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ის ძალა, რომელმაც ვერასოდეს ვერ აჯობა, ასე ვთქვათ, პარტიულ მეს. აი, რა პასუხი გაქვთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი ხო, ასე ფიქრობენ, რომ გახარიას პარტია ყოველთვის ამოდიოდა და ამოდის არა იქედან რა შედის ქვეყნის ინტერესებში, არამედ მაინც მისი პარტიული ინტერესები. ну არ ვიცი ვინ არის ამის ავტორი, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ნაცური ნარატივი, ახლა თქვენ რა კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანეთ. დღეს სამწუხაროდ გვიწევს იმ რეალობაში ყოფნა, როდესაც ერთი მხრივ პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ ნაცების პარტიაში აგენტები ყავდათ ანიტას სახით ჩანერგილი და აკეთებდნენ მათთვის ასე ვთქვათ ოცნებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს აღებინებდნენ ამ კონკრეტულ პარტიებს. მეორე მხრივ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოდის და თავის ყოფილ თანაგუნდელებს ადანაშაულებს, კონკრეტულად გვარამიას პარტიას, რომ წინა საარჩევნოდ 40 მილიონი მიიღეს საარჩევნო კამპანიისთვის, ხო? ამ რეალობაში გვიწევს დღეს ჩვენ ყოფნა და ეს ადამიანები, რომლებიც რეალურად საბოლოოდ ერთმანეთის გაძლიერებით დააზიანეს პოლიტიკური ველი და პოლიტიკური პროცესი, ეს ადამიანები ჩვენ გვეძახიან, ასე ვთქვათ, მოთანამშრომლეს და ტექნიკურ ოპოზიციას, ხო? რეალურად თუ საზოგადოება ამ მოცემულობას ობიექტურად შეაფასებს, ჩვენ პარტიას დაფუძნების დღიდან
რაც შეგვიძლია თამამად თქვათ, გვაქვს თანმიმდევრული ნაბიჯები და ჩვენი კონკრეტული ქმედებები, მათ შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუნდაც ახლა მაგალითი თქვით, ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოზე, ხო? ყოველთვის ჩვენი ქმედებები ნაკარნახევი იყო ჩვენი ქალაქების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანე განსაკუთრებით ნაცების წარმომადგენლები, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით დავაზიანეთ სახელმწიფო ინტერესები. სამაგიეროდ ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვთქვათ. აგერ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა, მაგრამ აღარ გვინდა ამ თემის დასვა. თვითმმართველობის არჩევნების შესვლა ჩვენ დავაზიანეთ სახელმწიფო ინტერესი. თვითმმართველობის არჩევნების დისკრედიტაციით მათ ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში მუშაობის დაწყება. თვითმმართველობის არჩევნების დისკრედიტაციით და იმ რევოლუციური, აბსურდული რევოლუციური სცენარებით მათ დააზიანეს პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესი. მათ დააზიანეს ჩვენი ქალაქების ინტერესები და დღეს ამის შედეგად გვაქვს ქართული ოცნების გაძლიერებული ძალაუფლების ვერტიკალი. ეს არის შედეგი მათი ქმედების. ეს არის პირდაპირ ხელშესახების შედეგი, რაც ნათელია. აი, თქვა გუშინ კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი იყო ჩემი სტუმარი, რომ დეკემბერში იყო შესაძლებელი ქართული ოცნების საბოლოო ჩამოშლა, მაგრამ გახარიას პარტია წავიდა. უბრალოდ გახარიას პარტია არა, პერსონალურად გახარიას პარტიის ხელმძღვანელი წავიდა ოპოზიციის გაერთიანების წინააღმდეგი და ამან ჩაშალა ეს გეგმა, იმიტომ რომ იქ მოქმედების რაღაცა სპეციალური გეგმა იყო საჭირო, ასეთი იყო. აბსურდია. თუ რამის თავი ქონდათ, კიდევ ერთხელ შეეძლოთ გაეკეთებინათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ. ამ პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე მთავარი დამაზიანებელი ფაქტორი რა ქმედებებითაც, ხელშესახები ქმედება, ანუ ფაქტებით დადასტურებული ქმედებებითაც რაც გააკეთეს, ეს უკვე თავად გვარამია და იმ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 4 ოქტომბრამდე ტელევიზიებში კეკლუცობდნენ და თავს იწონებდნენ რევოლუციური სცენარებით და იმით, რომ ხელისუფლებას დაამხობდნენ და 4 ოქტომბრის საღამოს ზოგი სახლში შეხვდა ამ პროცესებს, ზოგი გაქცეული იყო და დღემდე არ ჩანს ტელევიზიები და პასუხისმგებლობას არ იღებენ, ხო? ეს არის სამწუხარო რეალობა. ისე ერთი თვე გავიდა 4 ოქტომბრის მოვლენები. ხო, ახლა ხო, დღეს 6-ია, ანუ 2 დღის წინ. ორგანიზატორები პატიმრობაში იმყოფებიან, ისე როგორც ათეულობით მომიტინგეს შეეხო, მოკლედ ათეულობით მომიტინგეები არიან ამ პროვოკაციის მსხვერპლი. იმყოფება ასევე პატიმრობაში. კვლავ ბუნდოვანია საკითხი, რა მოხდა 4 ოქტომბერს და რა იგეგმებოდა და მოკლედ რა იყო იმის მიზეზები, რომ ამ გეგმის ასე თქვა ჩავარდნა მოხდა. უნდა საუბრობდნენ თუ არა თქვენი აზრით დაპატიმრებული ორგანიზატორები ამ ყველაფერზე და როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ჩუმად? უნდა კი არა, უცვლელად უნდა საუბრობდნენ. არა მარტო ის ადამიანები, ვინც მაშინ როგორ უნდა გავიგოთ მათი დუმილი? არა მარტო ის ადამიანები, ვინც საპატიმროში არიან, არამედ ის ადამიანები, როგორც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დღეს არიან გარეთ, საზოგადოებას არწმუნებდნენ ამ პროვოკაციული რევოლუციით ხელისუფლების შეცვლაში, თავს იწონებდნენ ტელევიზიებში და შემდეგ უკვე გამოდიოდნენ სხვა ნარატივით ტელევიზიებში, ხო? ამ ადამიანებმა უნდა აიღონ ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა. ფაქტია, ეს ამ კონკრეტულ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაზე, ეგრეთ წოდებული პროვოკაციულ რევოლუციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ნაციონალურ მოძრაობას. ქართულ ოცნებამ, ქართულმა ოცნებამ, რა თქმა უნდა, ეს გამოიყენა სათავისოდ და თავისი პროპაგანდისთვის და სწორედ ამ პროპაგანდის დაჭერას ითხოვთ ნაციონალურ მოძრაობაში. ლევან ხაბეიშვილი დაკავებული, ჩვენ არავის დაჭერას არ ვიტხოვთ ნაციონალურ მოძრაობასთან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა იმ აქტორმა, რომელიც ყოველდღიურად ეს ასე ვთქვათ საზოგადოებას არწმუნებდა და აჯერებდა ამ პროვოკაციაში მიიღოთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კონკრეტულმა დღემ დააზიანა პირველ რიგში კონსტიტუციით განსაზღვრული თვითმმართველობის არჩევნები და საბოლოო ჯამში დაზიანდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. თავიანთი ამორჩეველიც კი მათ დატოვეს ქართულ ოცნებასთან პირისპირ ამორჩევნები. მადლობა ბატონ გიგა იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დაგემშვიდობებით. გიგა ფარულავა გახარიას პარტიის წევრი დეპუტატი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ ლევან ნატროშვილი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვერდით.
მაშა ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დირექტორი ლევან ნატროშვილია ჩვენთან და გამარჯობა ბატონ ლევან და მადლობა რომ შემოგვერთით. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ლევან, აი ჩვენი ინტერვიუც მინდა გავხსნათ ევროკომისიის ანგარიშის შეფასებით, რომელშიც კრიტიკულად არის დანახული საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, მათ შორის ძალიან მწვავეა პარტნიორების პოზიცია ქართული ოცნების ნაბიჯებზე, საქართველოს უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ყველა შემთხვევა ეფექტურად უნდა იყოს გამოძიება და მოკლედ ბევრი უნდას შესახებ არის მოწოდება ევროკომისიის ანგარიში. აი როგორია თქვენი როგორც ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია იმაზე, რაც ბრიუსელში ევროკომისიის მხრიდან ითქვა და მეორე მხრივ ქართული ოცნების საპასუხო განცხადებები რა მოლოდინის საფუძველს შეიძლება იძლეოდეს? ცხადია, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, ხომ? შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი სურპრიზი ამ ანგარიშში არ ყოფილა და არც ქართული ოცნების რეაქციაში არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს პროცესი მიმდინარეობს უკვე არაერთი წელია, როდესაც ქართული ოცნების რეპრესიული ნაბიჯები იდგმება, ამაზე საპასუხოდ, რა თქმა უნდა, ობიექტური შეფასებები მოყვება ხოლმე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან და ამაზე მე უკვე საპასუხო რეაქცია არის ხოლმე სრულად არაადეკვატური ქართული ოცნების მხრიდან, რომ მათ თითქოს დაერჩიან ევროპელი ბიუროკრატები, როგორც ისინი ეძახიან ამ ადამიანებს და ინსტიტუტებს ზოგადად და საპასუხო ბრალდებები არის ხოლმე მათი მისამართით, ხომ? ანუ არაფერი ახალი ამ შემთხვევაში არ გვინახავს, ხომ? ახალი ალბათ ის იყო, რომ ანგარიში, ევროკომისიის ანგარიში როგორც წესი არის უფრო დაბალანსებული, პროფესიონალური და შედარებით ნაკლები კრიტიკით ხოლმე. ამჯერად ძალიან პირდაპირ კრიტიკა იყო ყველა მიმართულებით, ხო? ანუ ფაქტობრივად ასეთი ნეგატიური ანგარიში აქამდე არ გამოცემულა საქართველოს შესახებ ევროკომისიის მხრიდან, ხო? წინა ანგარიშიც კრიტიკული იყო, მაგრამ ამ ანგარიში გაცილებით უფრო მეტი ნეგატივი არის და ეს სრულად ახსნადი არის, ხო? ანუ განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში თუ შევხედავთ ის ნაბიჯები, რაც ქართული ოცნების მხრიდან გადაიდგა, ეს იყო თავარი საფუძველი იმისა, რომ ეს ანგარიში წინა წლის ანგარიშთან შედარებით კიდევ უფრო მეტად კრიტიკულია და სადაც პირდაპირ წერია, რომ ფაქტობრივად საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ფორმალურად აქვს შემორჩენილი, სახელი არის მისგან დარჩენილი, ხო? ანუ ძალიან სამწუხარო ამბავია ეს მთელი ქვეყნისთვის, თუმცა სამწუხაროა ისიც, რომ გამოსავალი აქედან რა შეიძლება იყოს და რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს, რასაც ვხედავთ ჩვენ, რომ რეალურად საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის დღეს დე ფაქტო თუ დე იურო ხელისუფლებაში, ისინი პირდაპირ აცხადებენ უარს იმაზე, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირის მიმართულებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია, ხომ, რომ უნდა მიდიოდეს ამ მიმართულებით, ყველა ძალისხმევას უნდა წევდეს ხელისუფლება ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ის არასრულებს, არათუ არასრულებს პირიქით უკან მიყავს ქვეყანა ამ პროცესში, კონსტიტუციას პირდაპირ არ აქვს შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ სამწუხაროდ ბერკეტი ამ შესაძლებლად ჯერჯერობით არ ჩანს. ბატონ ლევან, აი ევროკომისიამდე ქართულ ოცნებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მოუწია კრიტიკის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში არ ჩავიდა და არ მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. სამაგიეროდ იქ იყო წარმოდგენილი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც თქვენი კოლეგების სახით და ამის გამო სხვათა შორის მორი ჯერზე გახდა არასამთავრობო სექტორი კრიტიკის მიზეზი. ევრონესტზე მიწვეული ყავდათ NGO-ს საფარქვეშ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასეთ ვითარებაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალურიო, ამბობს ირაკლი კობახიძე. ხა პირადად თქვენ არ ყოფილხართ სომხეთში, მაგრამ ნაცნობილია ქართული ოცნების პოზიცია, რომ აი ამ რადიკალურ ოპოზიციაში თქვენს ორგანიზაციასაც მოიაზრებს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, რა პასუხი გაქვთ ბრალდებაზე, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხართ NGO-ს საფარქვეშ, ასე ვთქვათ, ამოფარებული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები? იცით რა, ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია მათ შორის თქვენს ეთერში, მე არ ვაპირებ ხა ეს. თუმცა ქართული ოცნება არ იღლება ამ ასე ვთქვათ ბრალდების გამეორებით თქვენთან. ეს არის მათი ტაქტიკა, ხო?
ისინი ძალიან მწყობრად, დისციპლინირებულად ცდილობენ, რომ აი ეს გზავნილები, ეს იარლიყები, რაც მიაკრეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მედია ორგანიზაციებს და ასე შემდეგ, ძალიან ასე ვთქვათ, მწყობრად ცდილობენ, რომ მუდმივად იმეორონ ერთი და იგივე, ხო? და ჩვენც გვიწევს რომ ერთი და იგივე იმეოროთ რომ ეს ყველაფერი რაც არის საუბარი არის აბსოლუტური სისულელე და ძალიან მარტივად გადამოწმებადია ყველაფერი ის ბრალდებები რაც ისმის ხოლმე ქართული ოცნების მხრიდან ამ მიმართულებითაც არაფერი ახალი არ არის რეალურად ეს ლექსიკა მუდმივად გამოიყენება უკვე იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არ არიან ქართული ოცნების მხრიდან კონტროლის ქვეშ მოქცეული პირდაპირი ან ირიბი სახით, აქ იგულისხმება არა მარტო უკვე პოლიტიკური პარტიები, არამედ როგორც უკვე ვთქვი, სამოქალაქო ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები და ეს სახელები რომ სულთ რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაყარონ, გააერთიანონ და რადიკალები დაუძახონ და ასე შემდეგ, ანუ ეს არის ნაცადი ტაქტიკა იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხი არის ძალიან დაბალი და ავტორიტარიზმი ყვავის ასე ვთქვათ და კონსოლიდირება ხდება ძალაუფლების ერთი ჯგუფის ხელში, ზუსტად იგივე ტაქტიკებს იყენებენ დემონიზებისთვის და დისკრედიტაციისთვის იმ ჯგუფებისა, ვინც მათი კონტროლის ქვეშ არ არის და აქედან გამომდინარე არაფერი ახალი არ არის, ხო? ჩვეულებრივი ადამიანი თუ ობიექტურად შეხედავს მოვლენებს, ამას ძალიან კარგად გაარჩევს, რომ რეალურად სრულიად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რასაც ისინი ამბობენ, ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ ევროკავშირში მათ შორის, ხო, ანუ ისეთი კონსპირაციის თეორიები არის ეს, რომ არ ვიცი ძალიან მარტივად პროტესტთან მიმართებაში აიკო ბახიძე ვახსენეთ და გუშინ ის რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ არავითარი პროტესტი არ არსებობს და ეს არის ჩვეულებრივი უცხოელი აგენტების აქცია, არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150 კაციანი აქციები შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყნებს, მაგრამ ერთი ხელწერა, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებასო ამტკიცებს ირაკლი კობახიძე. აი თქვენი სათქმელი რა არის პროტესტზე, რომელმაც უკვე 340 დღეზე მეტი მოითვალა თუ სწორად მახსოვს. რა უნდა დაერქვას და როგორ უნდა შეფასდეს პროცესი, რასაც ქვია რუსთაველის გამზირის ყოველდღიური აქციები. კვლავ ესეც არის, რა თქმა უნდა, ტაქტიკა პროპაგანდის, რომ ეს იარლიყი მიაკრა ადამიანებს, რომლებიც იქ დგანან უკვე ამდენი ხნის განმავლობაში, ხო? ეს არის მათი დემონიზების, დეჰუმანიზაციის, ასე ვთქვათ, მცდელობა, ხო? აი რეალურად დავფიქრეთ, რა სისულელეა, ხო, რასაც აბრალებენ ამ ადამიანებს, რა უცხოური აგენტი, ვისი აგენტები არიან, ან მათ გონიათ, თქვენ მართლა ვფიქრობთ, რომ მათ მართლა გონიათ, რომ ის ადამიანები, ვინც იქ დგანან, რიგითი ადამიანები, სხვა პროფესიის წარმომადგენლები, იქ დგანან, რომ იმისთვის, რომ ვიღაცამ იქ უბრძანა, რომ წასულიყო, ხო? საფრთხეში ჩაიგდო საკუთარი თავი, ანუ ისეთი ადამიანები დგანან იქ, რომლებიც არიან სხვადასხვა სფეროს როგორც ცნობილი ადამიანები, ისე ჩვეულებრივი ადამიანები. შეუძლებელია ეს მრავალფეროვანი ჯგუფები რაღაცა ერთი ჯგუფის მიერ კონტროლდებოდეს და დირექტივების ქვეშ იყოს, ხო? ანუ ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. რატომ დგანან ადამიანები ქუჩაში დღემდე? ახსნა არის ის, რომ არც ერთი მოთხოვნა რაც ქონდა საპროტესტო მოძრაობას ამ ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებით არ შესრულებულა ქართული ოცნების მხრიდან და ლოგიკურია, ხო, რომ ადამიანები კომპრომისად იბრძვიან ამის. ბატონო, რადგან ამ რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ აქციებამდე მოვედით 18 ოქტომბრიდან კიდევ უფრო გამკაცრებული რეგულაციები შევიდა ძალაში, შესაბამისად მესამე კვირა ყოველდღიური ხასიათი მიიღო მომიტინგეთა რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ფაქტზე დაკავებულთა რაოდენობამ აქციის მონაწილეები ჯიუტად კეტავენ რუსთაველის გამზირს, პოლიცია კი ჯიუტად ახდენს მათ იდენტიფიცირებას და შემდეგ უკვე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას. აი რა აჩვენა გასულმა რამდენიმე კვირა. ახდენს თუ ვერ ახდენს, ასე ვთქვათ, ოცნების რეპრესიულად შეფასებული კანონები გავლენას წინააღმდეგობის მოძრაობაზე. ცხადი ახდენს ამის თქმა შეგვიძლია, შეიძლება იმ დოზით არა, როგორც უნდა ქართულ ოცნებას.
მაგრამ გარკვეული გავლენა რა თქმა უნდა ამას ჰქონდა, ხო, ჩვენ თუ შევხედავთ იმ რაოდენობას ადამიანების, ვინც ყოველდღურად გადის საპროტესტო აქციაზე და რეპრესიების მსხვერპლი ხდება, მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ეს ბუნებრივია, ხო, ადამიანის ბუნებაა ეს, რომ როდესაც ისინი ხედავენ, რომ რაღაცას შედეგი არ მოყვება რეალურად, რაც მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ მოყვებოდა, შეიძლება უბრალოდ მოხდეს გარკვეული დემოტივაცია ამ ადამიანების, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მუხტი გაქრა, ხო? საპროტესტო მუხტი უკმაყოფილება ქართული ოცნების ნაბიჯების მიმართ არის საზოგადოებაში, ხო? ეს ერთ დღეში ეს არ ქრება, მაგრამ რაც პრობლემურია დღეს არის კრიზისი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეს საპროტესტო მუხტი გარდაისახოს შედეგში. ხო, აი ეს საინტერესო, ასე ვთქვათ, ნაწილს შეეხეთ ამ თემის. ამბობთ, რომ გარკვეულ გავლენას ახდენს ოცნების გამკაცრებული რეგულაციები პროტესტსა და აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე. ბევრი ფიქრობს, რომ აი სწორედ ახალი და მკაცრი ზომების შესაბამისად პროტესტი უნდა გადაეწყოს. თქვენ რამდენად ხედავთ ცვლილებების საჭიროებას, როცა საქმე ეხება რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ აქციებს? და რა შეიძლება შეიცვალოს? აი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროტესტი არ დასრულდეს, აი, წინააღმდეგობის მოძრაობა არ დასრულდეს ლამის 1 წლის თავზე? ხო, ნახეთ, აქ პროტესტი და წინააღმდეგობის მოძრაობა არის ერთი კომპონენტი, ხო? ჩვენ მთლიანობაში უნდა შევხედოთ ამ პროცესს. ეს პროცესი არის რა, ხო? სხვადასხვა ჯგუფების, საზოგადოების არიან უკმაყოფილო ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, იმის გამო, რომ ისინი პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ის ნაბიჯები, რაც გადაიგნო და სხვადასხვა გზებით ცდილობენ, რომ ხმა მიაწვინონ ერთი მხრივ ქართულ ოცნებას და მეორე მხრივ თუ ხმას ვერ მიაწვნენ, სხვა გზით შეაჩერონ ეს უკუსლა, ხო, დემოკრატიული უკუსლა, რასაც ეძახიან, ეს აკადემიური ტერმინი არის, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჯიუტად, თქვა როგორც ვთქვით, ყოველდღურად ქუჩაში გავიდნენ და გადაკეტონ ქუჩა, ხო? ეს არის ერთი ნაწილი პროცესის, რომელიც როგორც ჩანს საბოლოო ჯამში ვერ იქნება ექსკლუზიური, თუ იქნება ექსკლუზიური, მხოლოდ ეს იქნება სამწუხაროდ დიდი იმედი იმისა, რომ რაღაც შედეგი იქნება და საბოლოო ჯამში ქვეყანა უკეთესობისკენ წავა, დემოკრატიის თვალსაზრისით იქნება საკმაოდ ეს გადაკეტვას რაც შეეხება ბატონევა და აი რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას თქვენი შეფასებით და რატომ გაივლო ასე ვთქვათ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ხაზი აი სწორედ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას? ამას აქვს პირველ რიგში სიმბოლური დატვირთვა იმ ადამიანებისთვის, როგორც ჩანს, ხო, რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრია, მაგრამ ცხადია, ხო, ის ფორმალურად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ხო, შეიძლება მართლაც ასე არის, ხო, რომ შეიძლება არ არის ხშირ შემთხვევაში ადამიანთა რაოდენობა საკმარისი, რომ ქუჩა გადაიკეტოს, ხო, ფორმალურად თუ შევხედავთ, ამიტომ არ უნდა გადაიკეტოს, მაგრამ ადამიანები იმ დონეზე არიან გამწარებული ქართული ოცნების ნაბიჯების გამო, რომ ისინი ამას ფაქტობრივად სიმბოლურად აკეთებენ, სპეციალურად აკეთებენ, რომ მათი პროტესტი რაღაცნაირად დაფიქსირდეს, ხო, რომ ისინი არ ეგუებიან იმ ნაბიჯებს, რომლებიც ქართული ოცნების მხრიდან იდგმება, ხო? ანუ ამის მთავარი მიზეზი არის ქართული ოცნება, ხო? მისი ნაბიჯები არის ძალიან აგრესიული, რეპრესიული და ეს რა თქმა უნდა გარკვეულ წინააღმდეგობას იწევს საზოგადოების ნაწილში, ზოგი ამას ღიად გამოხატავს აი ამ სახით სიმბოლური აქტების, ასე ვთქვათ, დონეზე, ზოგი გულში იკლავს ამ ყველაფერს და რაღაცა თავისთვის გეგმავს რა შეიძლება გაკეთდეს, ზოგი ელოდება გარკვეულ დროს, რომ რაღაც შესაბამისი მომენტი იყოს ამის, რომ ის უკმაყოფილება გამოხატოს, ან ყოველდღურად გამოხატავს საკუთარ წრეში მაგალითად, ხო? ანუ სხვადასხვა ფორმა არსებობს წინააღმდეგობის, პროტესტის და ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი, ხო? ჩვენ რასაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, ეს არის ყველაზე აქტიური ნაწილი წინააღმდეგობის მოძრაობის, რომელიც წამსვლელია იმაზეც კი, რომ თავი დააჭერინოს პოლიციას თუნდაც იმის გამო, რომ მან დააფიქსიროს ღიად, რომ ის პრინციპები, რაც არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის, იყოს დაცული. აი, ადმინისტრაციულ პატიმრობაზე მინდა რომ ერთი კითხვა დაგისვათ, აი ნიკა სიმონიშვილი წერდა გუშინწის სოციალურ ქსელში და მართლაც თვალშისაცემია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებზე ხელისუფლებამ ერთგვარად ტაქტიკა შეცვალა, თუ აქამდე 10 დღე და ვთქვათ მეტი იყო მოსაბარქის მიერ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, ახლა გაცილებით მცირე ვადით უშვებენ მომიტინგებს იზოლატორებში. ეს რას უნდა ნიშნავდეს თქვენი აზრით და რამდენად უნდა შეფასდეს როგორც ხელისუფლების უკან დახი?
იდეა არის გარკვეულ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი მომენტები, როდესაც თითქოს და მობიერებას იჩენს ხოლმე ხელისუფლება იმ ადამიანების ჯგუფების მიმართ, რომლებიც ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში არიან ჩართული. ეს მოხდა მაგალითად გიორგი ახობაძის შემთხვევაში, ხო, ნიკა კაციას შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ ისინი უდანაშაულოს უნდა გაათავისუფლა. ხო, იქაც იგივე კითხვა იყო, რომ რატო არ მიუსაჯეს ამ ადამიანებს და ახსნაც აქ იყო ის, რომ რაღაც დონეზე ცხადია ქართული ოცნებაც უყურებს საზოგადოებრივ აზრს, ხო? ანუ რაღაცა ზღვრები არსებობს როგორც ჩანს მათთანაც და ისინი პირველი საკუთარ აღმრჩეველზე ფიქრობენ, რომ ისეთი ქმედებები არ განახორციელონ, რომელიც საკუთარ აღმრჩეველს დააკარგვინებს დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში და ალბათ ეს ჩაითვალა ამ შემთხვევაში საჭიროდ, რომ ანუ ეს ხო ბრძოლა არის საინფორმაციოც მათ შორის, ხო, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა იქ უშუალო ფიზიკური ბრძოლა ამ შემთხვევაში პროტესტანტსა და თქვა პოლიციას შორის. აქ საუბარი არის იმაზე, რომ საინფორმაციო ბრძოლა მიმდინარეობს პარალელურად, ხომ? ჩვენ თუ ნახავთ პროპაგანდისტულ არხებს ხელისუფლების, პირდაპირ მიდის დისკრედიტაცია იმ ადამიანების, წარმოჩენა ამ ადამიანების რადიკალებად, მოძალადებად და ასე შემდეგ და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ზრუნავენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ აზრზე და თუ რაღაც მომენტში შეიძლება ჩათვალონ საჭიროდ, რომ მობიერად გამოჩნდა რაღაც შემთხვევებში, შეიძლება ეს ნაბიჯები გადაიდგმას ხოლმე. ბატონ ლევან, ბოლო კითხვის დასმა მინდა მოვასწრო კიდევ ერთ საკითხზე, სამი წამყვანი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ითხოვს ქართული ოცნება და ალბათ მალე შევაკიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ამ საკითხზე მსჯელობაში, ყოველ შემთხვევაში სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. გითხარით თქვენი პოზიცია, რა მიზანს ხედავთ პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის უკან და კონკრეტული პარტიების აკრძალვით იკრძალება მხოლოდ ეს სამი კონკრეტული პოლიტიკური პარტია თუ იკრძალება მთლიანად პოლიტიკა საქართველოში? ეს სარჩელი ცხადია, სრულიად პოლიტიკურად არის მოტივირებული და თუ საკონსტიტუციო სასამართლოს შერჩენია რაიმე სახის პროფესიონალური, ასე ვთქვათ, ეთიკა, კეთილსინდისიერება, წესით ასეთი სარჩელი არ უნდა კმაყოფილებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ პარტიების აკრძალვა არის შესაძლებელი ზოგადად ჩვენი კანონმდებლობითაც და საერთაშორისო პრაქტიკითაც, ეს ხდება ძალიან იშვიათ შემთხვევაში დემოკრატიულ ქვეყნებში და როგორც წესი პირდაპირ, ასე ვთქვათ, პირდაპირ დანაშაულის ნიშნები არის ხოლმე იმ შემთხვევაში პარტიის კუთხით საუბრობ ამ შემთხვევაში. როგორც წესი იგრძალება მაგალითად ნეონაცისტური პარტიები, ფაშისტური პარტიები, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ წყობილებას ქვეყანაში, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს მოცემულობა არ გვაქვს ცხადია. ოდასავლურზე არ არის აქ მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ ამ პარტიებს არ აქვთ ისეთი რამ ჩადენილი, რომ საკმარისი იყოს მათ შორის ჩვენი კანონმდებლობით, რომ ისინი აკრძალული იყვნენ, ხო, გაუქმებული იყვნენ და არ მიეცეთ საშუალება, რომ გააგრძელონ აქტიურობები მომავალში, ხო, საქმიანობა. აქედან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფაქტობრივად ძალიან მარტივი გადაწყვეტილება უნდა ქონდეს მისაღები და არ უნდა დააკმაყოფილოს ეს სარჩელი, მაგრამ ცხადია იმ ფონზე, რომ პოლიტიზებულია მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოც, ამის დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ არ დააკმაყოფილებს. აქსევე მნიშვნელოვანია ისეც ვთქვათ, რომ სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა თუ ეს ასე განხორციელდა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს პოლიტიკის აკრძალვას ზოგადად, იმიტომ რომ პარტიების აკრძალვით არ მგონია, რომ პოლიტიკური აქტივობა ქვეყანაში საერთოდ გაქრეს, ხო? უბრალოდ შეიძლება სხვა ფორმა მიიღოს, ტრანსფორმირდეს, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი ის აღნიშნოთ, რომ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გაჟღერდა ეს მოსაზრება, რომ მომავალში იმასაც შეხედავენ, რომელი პარტია გაძლიერდება და შეიძლება სხვა პარტიების აკრძალვაზეც იყოს სარჩელი შეტანილი. ხო, რაც სრულიად მიუღებელი არის დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი დამოკიდებულება და პოლიტიკური კონკურენციის ასეთი შეზღუდვა. ხო, ეს უკვე დემოკრატია აღარ არის, ეს არის უბრალოდ გაფორმებული ავტორიტარიზმი და თუ ამას ადგილი ექნება, ცხადია კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში იქნება დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში. მადლობა ბატონ ლევან, იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, სამართლიანი არჩევნების დირექტორი ლევან ნატროშვილი იყო დღეისთვის ბოლო სტუმარი. დღესნაირს რომ ასრულებს მუშაობას, ერთმანეთს უკვე ხვალთ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.